იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $1,609 მილიონი შეადგინა საქსტატის მონაცემებით მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის 24%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტი გაზრდილია და იმპორტი შემცირებულია, მაღალ 40%-იან ნიშნულზე რჩება უარყოფითი სავაჭრო ბალანსი. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია ჩინეთი, თურქეთი და ყირგიზეთი. საექსპორტო ათეულში პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს, ამას მოჰყვება ნავთობი და ძვირფასი ლითონების მადნები. უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში წარმოდგენილია მსუბუქი ავტომობილები, ნავთობი და ნავთობის აირები. იმპორტი ძირითადად თურქეთიდან, ჩინეთიდან და რუსეთიდან ხორციელდება. ფეროშენადნობების ბაზარზე გამოცოცხლების ნიშნები იკვეთება სექტორს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მძიმე მდგომარეობაშია, წლის პირველ თვეში ექსპორტის მაჩვენებელი მკვეთრად გაეზარდა. ქვეყნიდან იანვარში ექსპორტზე თითქმის $17 მილიონი პროდუქცია გავიდა, რაც 86% ნახევრიანი ზრდაა. წამყვან საექსპორტო ბაზრებში თურქეთი, ნიდერლანდები და იტალიაა. უმუშევრობის დონე შემცირდა საქსტატის მონაცემებით 2025 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 0,9%-ით შემცირდა და 13,3% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით უმუშევრობა შემცირებულია სოფლის ტიპის დასახლებებში, ქალაქში კი გაზრდილია. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ამავდროულად სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით ასევე მაღალია კაცებში. მეოთხე კვარტალში დასაქმების დონე ქალებში 0,2%-ით შემცირდა, კაცებში კი ვითარება უცვლელია. ელექტროსადგურები და მათი გადახდილი ქონების გადასახადი კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტრომ განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციასთან ერთად განიხილა. კანონპროექტი ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის რესურსებიდან წარმოშობილი გრძელვადიანი სარგებლის პირდაპირ სამართლიან და ეფექტიან გამოყენებას იმ დასახლებებში, სადაც ენერგოპროექტები განხორციელდება. ამავდროულად დაინერგება განახლებადი ენერგიის რესურსებზე მომუშავე ელექტროსადგურებიდან მომდიდარე გრძელვადიანი სარგებლის განაწილების მხარდამჭერი მექანიზმი, რომელიც ქონების გადასახადის გარკვეული ნაწილის უშუალოდ კონკრეტული თემისა თუ სოფლის საჭიროებებისთვის აკუმულირებას გულისხმობს. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ქონების გადასახადებიდან სოლიდური თანხები მოხმარდება ადგილობრივი დასახლებების განვითარებას და ხელს შეუწყობს ინვესტორებსა და ადგილობრივი მოსახლეობის კომუნიკაციას. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ტავ ჯორჯიამ განვითარების განახლებული კონცეფცია წარადგინა. გეგმა არსებული ტერმინალის გაფართოებას, ახალი ტერმინალის მშენებლობასა და თამდევი ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას ითვალისწინებს, რაც აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდას უზრუნველყოფს. გაფართოების აუცილებლობა 2025 წლის შედეგება განსაზღვრა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წლიურმა გზავრთნაკად $1,230,000 გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 30%-ით მეტია. მხარეების შეფასებით აჭარაში დაგეგმილი მსხვილი საინვესტიციო პროექტები, მათ შორის იგლ ჰილსი რეგიონში დამატებით ტურისტულ ნაკადებს შექმნის, რაც ავიარეისებისა და მგზავრთნაკადის შემდგომ ზრდას განაპირობებს. უსინათლო პირებისთვის ქართულენოვანი ხმოვანი მაჯის საათი უკვე ხელმისაწვდომია. ინოვაციური პროდუქტი, რომელსაც სტარტაპი Access 8 აწარმოებს, რეალიზაციაში ერთ კვირაში ჩაეშვება და წარმატებით იყიდება. ამჟამად საათის შეძენა მომხმარებელს ონლაინ Access 8-ის სოციალურ პლატფორმაზე შეუძლია. როგორც კომპანიაში ამბობენ, საათს რამდენიმე ფუნქცია აქვს, მათ შორის ხელის დაჭერით ის მომხმარებელს ეუბნება დროსა და თარიღს. გარდა ამისა, აქვს მაღვიძარას ფუნქციაც. საათის მეორე კომპონენტი კი არის შეხებით დროის გაგება. კერძოდ, საათს აქვს ლუქი, რომელიც ეხსნება და უსინათლო პირს შეუძლია ხელის შეხებით გაიგოს დრო. ცნობისთვის სტარტაპი Access 8 აღნიშნულ პროდუქტზე გაჩერებას არ აპირებს და უკვე დაწყებული აქვს მუშაობა ახალ ინოვაციურ მოწყობილობაზე.